ოსტატები არიან ის ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად დაეცნენ და ყველაზე მეტად დიდი მარცხი განიცადეს მთელი მათი ცხოვრების განმავლობაში. ხშირად ოსტატები წარმოუდგენიათ ისეთი ადამიანები და ისეთი პიროვნებები, რომლებმაც სიბრძნე დაბადებიდანვე აიკიდეს. ან დაბადებისას უკვე იცოდნენ თუ როგორ გამოხდარიყვნენ რაღაცის ოსტატი. მაგრამ ყველაფერი იმალება და იტყუება აქ, როდესაც ადამიანებს გონია, რომ მასწავლებლები და ოსტატები, რაღაცის მასწავლებლებები და რაღაცის ოსტატები არიან ის ადამიანები, რომლებიც ძალიან ნაკლები შეცდომით იციან ძალიან ბევრი რაღაც. ეს ყველაფერი არის სიცრუე და ეს ყველაფერი არის ტყვილი, რადგან ყველაფერი, რაც ოსტატმა იცის მისი შეცდომებიდან და მისი წარუმატებლობიდან გამომდინარე. გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ ეკა და ძალიან მიხარია, რომ ჩემს გვერდზე აღმოჩნდი. მინდა რომ ამ ვიდეოს ბოლომდე უყურო, რადგან ეს ვიდეო შესაძლებლობას მოგცემს, რომ დაფიქრდე იმაზე, თუ რატომ შეიძლება შეადარო შენ თავის სხვებს და რატომ არ არის ეს ყველაფერი სასარგებლო შენთვის. ოსტატის მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მე ამ ვიდეოზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მე გავხდი იმ ყველაფრის ოსტატი, თუ როგორ უნდა შევადარო საკუთარ თავის სხვებს. იმიტომ, რომ მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც ყოველ ჯერზე, ყოველ დღე, ყოველ სიტუაციაში ადარებდა სხვებს თავს. ზოგიერთ შემთხვევაში ზოგიერთ შემთხვევაში მე ვფიქრობდი, რომ სხვა ადამიანზე მაღლა ვიდექი და ვიყავი ამაყი, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში სხვა ადამიანთან მიმართებაში ვფიქრობდი, რომ ვიყავი დაბალი და შესაბამისად გრძნობდი სიცრუეს. მე ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდა იმასთან განსამკლავებლად, რომ რეალობაში მე არც არავის მეტი ვარ და არც არავის ნაკლები. ამიტომაც გთხოვთ დაფიქრდით იმაზე, თუ თქვენი გონება უბრალოდ რას გიკეთებთ. თქვენ თავს უჩალეჩებთ. მოკლედ რომ ვთქვათ. ვიდანვე ჩემი გადაცემა იყო ხატვა. და მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ხატავს ავთენტურად და არა სხვების გადმოყობირებით. მე მაქვს ერთი, ასე რომ ვთქვათ, სახატავი რვეული, სადაც ჩემი ავთენტური ნახატები არის და მეორე უბრალოდ ნაჩვავი მაქვს, სადაც მე უბრალოდ დავაკოპირე სხვა, ასე რომ ვთქვათ, ფოტოს ნიმუში. და ეს ფოტო ჩემთვის არ აღზრდავს საერთოდ არანაირ ემოციას, ვინაიდან რადგანაც ეს არ იყო ჩემი იდეა. მაგრამ მე ახლა გაჩვენებთ ჩემს ნახატებს, ზოგადად შემოგაჭრედებთ ჩემს სივრცეში და თქვენ ნახავთ ჩემს ნახატებს, რომელიც არის ავთენტური და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე არ უნდა ვხატავდე, რადგანაც პროფესიონალურად ხატვა არ ვიცი. იმისათვის, რომ ადამიანმა გააკეთოს ის, რაც მას რეალურად უნდა, მან საკუთარ გონებაში უნდა დაბლოკოს ის აზრი, რომ ის არასაკმარისია. ის არ არის კარგი ადამიანი და საჭირო ადამიანი. თქვენ ამ ნახატებში ნახავთ ძალიან ბევრ უცნაურობას, ძალიან ბევრ, ესე რომ ვთქვათ, საინტერესო კონტენტს და მინდა ამით იმის თქმა, რომ თქვენ არ უნდა შეგრცხვეთ თქვენი ავთენტურობის. თქვენ არ უნდა შეგრცხვეთ იმის გამოჩენის, თუ ვინ ხართ და რა შეგიძლიათ. როდესაც თქვენ ადარებთ სხვა ადამიანებს თავს, ზოგიერთ შემთხვევაში თქვენ ხვდებით, რომ ვიღაცაზე მაღლად გახართ, ან ვიღაცაზე დაბლად გახართ. შედარება ნიშნავს, რომ ჩვენ ან ვიღაცაზე მეტი ვართ, ან ვიღაცაზე ნაკლები. მე ვარ ადამიანი, რომელიც ამ ეტაპზე არც ერთს ფიქრობს და არც მეორეს. მე რომ ვფიქრობდე და რომ ვადარებდე იმ ადამიანებს თავს, რომლებიც კარგად ხატავენ, მე ხატვას არ დავიწყებდი. პირველ რიგში. ახლა კი წუთიერი დუმილი
ჩემს ნახატებს ერთ-ერთი ყველაზე მეტი რომელიც მომწონს ჩემი ნახატებიდან არის ეს you have changed we are supposed to და თქვენ ამ ორ ადამიანს შორის განსხვავებას ნახავთ და იდეურად ეს ნახატი ძალიან დიდ დატვირთვას ატარებს. ჩვენ ვცხოვრობთ იმ სამყაროში, სადაც ჩვენი ნაკლოვანებების დამალვა შეგვიძლია. ჩვენ ვცხოვრობთ იმ ეპოქაში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ისე მოვატყუოთ სხვა ადამიანები, რომ ხანდახან ამ ტყუილს ჩვენც კი ვიჭერებთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი არის Instagram-ი, განსაკუთრებით Instagram-ი, სხვათა შორის Facebook-ან განსხვავებით. მინდა TikTok-ის თქმაც, მაგრამ კი TikTok-ი უფრო სხვანაირი კონტენტის პლატფორმა, ამიტომაც უფრო მინდა გამოვყო Instagram-ი. Instagram-ი არის ის აპლიკაცია და ის პლატფორმა, სადაც ჩვენ ვუყურებთ იდეალურ ურთიერთობებს, იდეალურ კანს, იდეალურ თმებს, იდეალურ ცხოვრების სტილს და ყველაფერ ჩვენთვის იდეალურს, რომელიც რეალობაში 20%-ით არსებობს მხოლოდ, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ხშირად მინახავს ადამიანებს, რომლებსაც კარგი პირადი ურთიერთობები არ აქვთ, ან ყოველ შემთხვევაში უჭირთ ურთიერთობებში და აკრიზისს განიცდიან, უფრო მეტად აქტიურები და უფრო მეტად მოსიყვარულეები ჩანან სოციალურ ქსელში. თითქოს და საკუთარ თავს და შემდეგ სხვებს აჯერებენ, რომ მათ ურთიერთობაში ყველაფერი რიგზე არის. ურთიერთობებზე იმიტომ გავუსვი ხვაზე, რომ ყველაზე მეტად ეს მხდება ეს კონტენტი, რომ პარტნიორებთან ერთად დებენ ფოტოებსა და ვიდეოებს, სადაც ძალიან ბედნიერები ჩანან, მაგრამ მე მათ უკან ვიცი რა ხდება, რამხელა ძალადობას იტანს ქალი და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ რეალობაში დავინახავთ, რომ ადამიანი, რომელსაც მე ვიცნობ, სოციალურ ქსელში სწორედ სხვანაირი კონტენტი აქვს შექმნილი, ცოტათი დამშვიდდებით, იმიტომ რომ მიხვდებით, რომ სხვა ადამიანებიც იტყუებიან და ზოგადად სოციალური ქსელი და ისეთი პლატფორმა, როგორც Instagram-ი იტყუება და გატყუებს. იმის ახსნა, თუ რატომ დასჭირდა რაღაც ძალებს ამ ყველაფრის შექმნა, ვფიქრობ, რომ ამის მოყოლა საინტერესო არ არის და ბევრი შემეკამათება. ამიტომაც მე მხოლოდ იმაზე გავჩერდები და იმაზე ვისაუბრებ, თუ რატომ არ უნდა შეადაროს საკუთარი თავი სხვებს. პირველ რიგში, საკუთარი თავის შედარება ამცირებს შენს თავდაჯერებულობას. წარმოიდგინეთ, თქვენ თავიდან იწყებთ რაღაცის სწავლას, მაგალითად, ჭრაკერვის სწავლას და თქვენ ხედავთ ადამიანს, რომელმაც 3 თვეში, პირობითად 3 თვეში გახდა დიზაინერი. და თქვენ ადარებთ საკუთარ თავს და აძალებთ საკუთარ თავს იმას, რომ 3 თვეზე ნაკლებ დროში გავხდეთ დიზაინერი. ერთ-ერთი კარგი მაგალითი იქნებოდა ასევე სხეული, ფიტნეს ინსტრუქტორები, რომლებიც გაჩვენებენ, თუ რა მოკლე დროში მოხდა მათი სხეულის ტრანსფორმაცია და თქვენ საკუთარი თავისგან ითხოვთ მაქსიმალურს, რომ იმაზე უფრო ნაკლებ დროში გააკეთოთ რაღაც, ვიდრე ამ ადამიანმა შეძლო და დაიმშვიდოთ თქვენი ეგო. მე კითხვა ყველაზე მოკლე პასუხს იმაზე, თუ რატომ უნდა შეწყვიტო სხვა ადამიანებთან შედარება საკუთარი თავის. პირველ რიგში ეს კლავს ინდივიდუალურობას. ერთადერთი მე რაზეც მინდა ვისაუბრო და რაზეც მინდა ხაზი გავუსვა და ასე ვთქვათ, წითლად გამოვყო, არის ინდივიდუალურობა. როგორც ვიცით, არსებობს სული და ყველა დამეთანხმება
ყველა არ დამეთანხმება, რომ არსებობს სული, მაგრამ ყველა დამეთანხმება, რომ არსებობს გონება. მინდა ვთქვა ის, რომ გონება და სული არის ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ცნება და ისინი სამწუხაროდ ერთმანეთისგან თითქმის ყოველთვის დამოუკიდებლად მუშაობენ. გონება არის უფრო ლოგიკური. გონება არის რაციონალური და ცდილობს, რომ მეცნიერებით დაამტკიცოს რაღაც. ამავე დროს სული არის სამყაროსეული ცნობიერება. სული არის ინტუიცია, რომელიც გაძლევს პასუხებს. ასე რომ, თუ გონება გეუბნება, რომ ეს რაღაც სწორია, ვინაიდან და რადგანაც ეს 1 მილიონი ადამიანისთვის არის სწორი, მაგრამ ამავე დროს შენი სული გეუბნება, რომ ეს შენთვის არ არის, მაშინ შენ უნდა დაუჯეროს შენ სულს. ადამიანები ცდილობენ მაღალი თანამდებობების დაკავებას, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდებიან, რომ ეს ის არ არის, რაც მათ ცხოვრებაში უნდათ რეალურად. იმიტომ, რომ მათ თავის დროზე არ მოусმინეს თავის სულს. და იმიტომ, რომ ისინი აყვნენ სხვა ძალებს, რომლებიც ჩვენ ცხოვრებას გვიკონტროლებენ და ცდილობენ გვითხრან რა არის ნორმალური და რა არის არანორმალური. მოდი მოვიყვანოთ ერთი მაგალითი, თუ როდის ვკარგავთ ჩვენ ინდივიდუალურობას, როგორ შევიმეცნოთ და გარედან დავაკვირდეთ, რომ ჩვენ კარგავთ ჩვენ თავს. მინდა თინეიჯერის მაგალითი ავიღო, გოგონა, რომელსაც სურს, რომ გახდეს ანჯელინა ჯოლი, ან მონიკა ბელუჩი, ან ასე შემდეგ. მოდით მონიკა ბელუჩი ავიღოთ. მონიკა ბელუჩი ცნობილია თავისი ელეგანტურობით, თავისი მომხიბლელობით და შარმიანობით და რაღაცნაირი სოლიდური სილამაზით და ქალური ფემინური სილამაზით. და თინეიჯერი, რომელიც სრულიად განსხვავებულია მონიკა ბელუჩისგან, ცდილობს, რომ გახდეს მისნაირი. ცდილობს, რომ ჩაეცვას ისე და მოიქცეს ისე, როგორც მონიკა ბელუჩი იქცევა. ცდილობს, რომ ისეთი გამოხედვა ქონდეს, როგორც მონიკა ბელუჩს აქვს. ცდილობს ისეთი მიმზიდველი იყოს, როგორც მონიკა ბელუჩი და ის აკოპირებს 100% მონიკა ბელუჩს. თქვენი აზრით, მონიკა ბელუჩი იქნებოდა თუ არა მონიკა ბელუჩი, თუ ის მისი თავი არ იქნებოდა. ხშირად ადამიანებს სურთ, რომ იყვნენ განსაკუთრები, მაგრამ რასაც ვერ ხვდებიან, ის არის, რომ უბრალოდ უნდა იყოს შენი თავი. იმისათვის, რომ იყო განსხვავებული, უბრალოდ უნდა იყოს შენი თავი. ამაში გულისხმობს და იგულისხმება ის, რომ შენ უნდა მოусმინო შენს შინაგან ხმას. უნდა გაათიშო გონება, უნდა გაათიშო ლოგიკა და რაციონალიზმი და მოусმინო შენ სულს. რა სურს შენ სულს? რასაც აკეთებ რეალურად გინდა? თუ ვიღაცამ გითხრა, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია და ეს ყველაფერი ასე უნდა იყოს. ხშირად ადამიანები არ უსვამთ კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი არის ნორმალური თუ არა. რატომ არის ეს ყველაფერი ასე და რატომ არა პირიქით. იმისათვის, რომ საკუთარ სულს მოусმინოთ, თქვენ გჭირდებათ, რომ განმარტოვდეთ. ხშირად ვახსენებ განმარტოებას, ამაში არაფერი არ არის ცუდი, ვინაიდან რადგანაც ეს საკუთარ თავის შესწავლის ყველაზე კარგი ხერხია. მოდით მოვიყვანოთ მაგალითი, თუ როგორ შეიძლება აღმოვაჩინოთ ჩვენი სურვილები და ჩვენი დამოუკიდებლობა რაღაც საგნების ან პროცესების მიმართ. მაგალითად, რა სურს ჩვენ სულს? ამის ყველაზე კარგი მაგალითი არის პრაქტიკაში გადმოვიტანოთ მაგალითი. მაგალითად, როდესაც ჩვენ შევდივართ მოლში და საწმის მაღაზიაში, ფეხსაცმლის მაღაზიაში და ჩვენ ვცდილობთ კონკრეტული ნივთის პოვნას, ჩვენ უნდა მივიდეთ და პირველივე დანახვაზე, რა შეგრძნებაც გვექნება, რომ თქვენ ეს მოგეწონათ და პირველივე დანახვისთანავე იფიქრეთ, რომ ეს ლამაზია და ამას სიამოვნებით
ყიდიდი, ეს ნივთი არის თქვენი. მაგრამ თუ თქვენ აიღებთ სამი ნივთი და თქვენ ერთმანეთს ადარებთ და უბრალოდ არ შეგიძლიათ იმის გადაწყვეტა, თუ რომელი ნივთი გიხდებათ ყველაზე მეტად, არც ერთი ნივთი არ არის თქვენი. ის ნივთი აუცილებლად გამოჩნდება, რომელიც თქვენ გერგებათ. იმისათვის, რომ მარტივად გავარჩიოთ რა არის ჩვენი და რა არ არის ჩვენი, უბრალოდ გვჭირდება, რომ მოვუსმინოთ საკუთარ თავს. პასუხებს ძალიან მალე მივიღებთ. მაგალითად, პომადა სხვადასხვა ფერის წითელი პომადები არსებობს. მე ეს პომადა, ეს შეიდი ფერის ტონალობა დავინახე თუ არა, მე მივხვდი, რომ ეს მომეწონა. და მივხვდი, რომ ეს ჩემი იყო, რომელიც ახლა მისვია პირობითად. მაგრამ მე პირობითად ავიღე ეს თმის სარჭი, რომელიც პირველად დანახვაზე მომეწონად ვიყიდე, მაგრამ პირობითად ძალიან დიდი ხანი ვარჩევდი ამას და ბოლოს ვიცოდი, რომ უბრალოდ მიჭირდებოდა და ამის გამო ვიყიდე, ეს ნივთი არ არის ჩემი. ანუ რა დავასვენით? ჩვენ ვიგებთ რა არის ჩვენი იმით, თუ რამდენად მარტივად მოდის ის ჩვენს სულთან. თუ მე რაღაც ნივთი ავიღე და ის მომეწონა იმ წამსა, ეს ჩვენი ნივთია. თუ მე ვყოყმანობ და ძალიან ბევრ დასვენებს ვაკეთებ, აქ უბრალოდ გონებაა ჩართული და ცდილობს გაარკვიოს ეს ნივთი რამდენად გამოწადეგარი იქნება თუ არა. და იცოდეთ, რომ ეს ნივთი თქვენი არ არის. აუცილებლად გამოჩნდება ის ნივთი, რომელიც თქვენთვის არის საჭირო. და ეს არა მარტო რაიმე ნივთზე და ტანსაცმელზე მოქმედებს, ეს მოქმედებს ადამიანებზე, სამსახურზე, ცხოვრების გადაწყვეტილებებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ მოусმინეთ საკუთარ თავს. ჩემი ვიდეო დასასრულს მივუახლოვდა, მადლობა რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს და დარწმუნებული ვარ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა და მოგეწონათ ეს ვიდეო. გთხოვთ გამომიწერეთ და დამიკომენტარეთ და დამილაიქეთ და მითხარით რას ფიქრობთ მსგავს საკითხზე და ასევე დამიწერეთ თუ რაიმე სხვა თემაზე გინდათ რომ ვისაუბროთ. აბა კარგი.